შეხვედრის მიზანი იყო ერთი და მთავარი, რომ დაფინანსდეს მედიკამენტები, რომლებიც უკვე რეგისტრირებულია საქართველოში, რომელიც ძალიან გვეჩქარება, რომელიც სასწრაფოა, რომელიც ყოველ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბავშვებისთვის და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრა ძალიან ესე ვთქვათ, შედეგიანი აღმოჩნდება და წლევანდელი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და ჩვენი დარეგისტრირებული წამლების დაფინანსება მოხდება. საჩქაროა, იმიტომ რომ ეს არის დაავადება, რომელიც პროგრესირებს, რომელიც ყოველდღიურად პროგრესირებს. ჩვენ მაგალითად ორგანიზაციის წევრებიდან უკვე ყოველ თვე თითო ბავშვი მაინც გვაკლდება. ანუ ეს უკვე მიუთითებს, რამდენად მძიმე მდგომარეობაა ბავშვებში. გაუზიარეთ ერთმანეთს ის საჭიროებები, რაც მნიშვნელოვანია სწორი მართვისთვის კუნთოვანი დისტროფიით დიაგნოსტირებულ პაციენტებში, გაკეთდა ისეთი აქცენტები, როგორიც არის დროული მკურნალობა, ის მედიკამენტები, რომელიც დღეს უკვე აღიარებული FDA-ის მიერ, მულტიდისციპლინური გუნდის საჭიროება, რომელიც იკრიბება პაციენტის გარშემო და მართავს იმ გართულებებს, რომელიც მოდის აუცილებლად წლებთან ერთად, გვაქვს აუცილებლად გაწერილი გეგმა თუ როგორ უნდა მივიდეთ მიზნამდე და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს სახელმწიფო ჩართულობა, მათი გვერდში დგომა, რადგან მათ გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია, რომ ვუმკურნალოთ იმ სტანდარტებით, რომელ სტანდარტებსაც უკვე ჩვენ მივსდებთ ევროპისა და ამერიკის პროტოკოლებისა და მკურნალობის მეთოდების მიხედვით.